ქვეყანაში საჯზაო უსაფრთხოების მიმართულებით პირველი პრობლემა სიჩქარის გადაჭარბებაა. ამის შესახებ საჯზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი იზორიამ მედია ჰოლდინგ კვირას პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში გაეროს გლობალური საჯზაო უსაფრთხოების მერვე კვირეული იმართება, რომლის მთავარი თემაა ფეხით და ველო გადაადგილების უსაფრთხოება. ირაკლი იზორიას განცხადებით, ფეხით მოსიარულეთა გარდაცვალების ფაქტები ყოველწლიურად მატულობს. ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღება ამ პრობლემაზე გამახვილდეს. ბოლო პერიოდში 2024 წლის მონაცემებს თუ ავიღებთ, სტატისტიკა გაზრდილია სიჩქარის გადაჭარბების მიმართულებით. მინდა ვთქვა, რომ 2023-ში 95 ადამიანი გარდაიცვალა ფეხით მოსიარულე და 3 ველოსიპედისტი, ხოლო 2024-ში 101 ადამიანი გარდაიცვალა ფეხით მოსიარულე და 3 ველოსიპედისტი. ანუ ფაქტიურად ფეხით მოსიარულეთა გარდაცვალების ფაქტები ყოველწლიურად იმატებს. მინდა რომ იგივე ეს გარდაცვალების ფაქტები შემცირდეს იმ ჩარევებით, რა ჩარევებიც არის გზების უსაფრთხო დიზაინის მოწყობა, იგივე მეტი გადასასვლელები ფეხით მოსიარულეებისთვის და უსაფრთხო ინფრასტრუქტურის შექმნა. თუმცა ამავდროულად აქვე მინდა ვთქვა, თვითონ ფეხით მოსიარულეებისთვისაც მნიშვნელოვანი არის სოციალური კამპანიები აწარმოოს ქვეყანამ და სახელმწიფომ, რადგან არა მარტო მძღოლი, არამედ ხშირ შემთხვევაში ფეხით მოსიარულეც არის დამნაშავე, როცა იგი არასწორად გზზე გადადის, არ ემორჩილება საგზაო მოძრაობის წესებს, ამიტომ ეს თანაზიარი პასუხისმგებლობა უნდა იყოს მძღოლსა და ფეხით მოსიარულეს შორის. გაზრდილი არის დაშავებულობის მაჩვენებელი, კერძოდ ფეხით მოსიარულეთა სიკვდილიანობა გაიზარდა სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული საგზაო შემთხვევები, ანუ პრობლემები მაინც არსებობს და იზრდება და ზუსტად ამიტომ არის რომ ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ ამ სიჩქარის მენეჯმენტისკენ და კონტროლისკენ პირდაპირ არის მიმული სიკვდილიანობაზე საქართველოში და როგორც გლობალურად ასევე ჩვენთან საქართველოში. გამომდინარე იქიდან რომ არა გვაქვს სიჩქარის ესე რომ ვთქვათ სწორი ლიმიტები, ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის 60 კმ/სთ ურბანულ დასახლებაში ქალაქის შიგნით, ყველგან არის 50, ჩვენთან 60-ია პლუს 15 კმ/სთ კიდე საპატიებელი გარემოება არის და 75 გადაადგილება წარმოუდგენელია, ასევე სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებზე ქულები არ აკლდება მძღოლებს, რაც ძალიან ცუდია და კოლოსალურ თანხებს იხდიან ადამიანები და მაინც აჭარბებენ და მაიჩქარა დადიან. ანუ ყველაზე პირველი პრობლემა რაც ქვეყანაში გვიდგას, ეს არის სიჩქარის გადაჭარბების ფაქტები. ხედველობის გაუარესებაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას. მათ შორის არის სტრესი. მისგან გამოწვეული პრობლემებია თვალის სიმშრალე, დაღლილობა და მხედველობის დაქვეითება. როგორ მოქმედებს სტრესი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს. ამ თემებზე გვესაუბრება ექიმი ოფთალმოლოგი შალვა სხირტლაძე. მისი განმარტებით სტრესის ფონზე მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები ხშირია ახალგაზრდებში. სტრესს შეუძლია, ესე ვთქვათ, მრავლობითი სახეობის გავლენა მოახდინოს ხედველობაზე. პირველ რიგში დავიწყებ ყველაზე ხშირი პრობლემით, რომელიც არის თვალის სიმშრალე და ჩვენ ვიცით, რომ სტრესის ფონზე ცრემლის გამოყოფა შემცირებულია და აქედან გამომდინარე თვალის სიმშრალეს სიმპტომები ბევრად მომრავლებულია. მეორე მიზეზი, რასაც ხშირ შემთხვევაში სტრესით შეიძლება გაიყოს განპირობებული, ეს არის თვალის დაღლილობა. ეს არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ზოგადად მუშაობს სტრესულ გარემოში და ამის ფონზე მას აქვს დაღლილი თვალი. და მეორე მომენტი არის ის, რომ პაციენტებს ხშირ შემთხვევაში აქვს რეფრაქციული მანკები, როგორიც არის ახლო მხედველობა, შორს მხედველობა, ასტიგმატიზმი და ისინი სათვალეს არ ხმარობენ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პაციენტმა იცოდეს, რომ მას სათვალე ჭირდება, ის ამ სათვალეს არ იყენებს და ამის გამო მისი თვალი იღლება და სწორედ აქედან გამომდინარე უკვე იქნება თვალისთვის სტრესი და ხდება თვალის დაღლილობა და მხედველობის გაუარესება. ხშირია მომართვა იმ დაავადებით, რომელიც არის ცენტრალური სეროზული ქორიოტინოპათია, რომელიც არის უშუალოდ სტრესის ფონზე განვითარებული და ასევე ხშირად მომართავენ პაციენტები, არც ეს საინტერესო ფენომენი ქვია ბლეფაროსპაზმი, როდესაც ადამიანს თვალი უთამაშებს, ზუსტად ეს განპირობებულია სტრესით და ესეც არის ესე ვთქვათ ნევროლოგიური პრობლემა. იმის ფონზე რომ ადამიანი ძალიან დაძაბულია და ძალიან ხშირად ესე ვთქვათ არის სტრესულ გარემოში, მას შეიძლება განუვითარდეს ესე ვთქვათ ეს მოთამაშე თვალის სინდრომი, რომელსაც ქვია ბლეფაროსპაზმი, რომელსაც ესე ვთქვათ ოფთალმოლოგი ვერ უმკურნალებს, მაგრამ ესე ვთქვათ დააყენეს პაციენტს სწორგზაზე. ასევე სტრესის შემთხვევაში პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ სისხლში შაქრის დონის მომატება, რასაც ქვია დიაბეტი და დიაბეტის შემდგომ შეიძლება პაციენტს განუვითარდეს დიაბეტური რეტინოპათია, ანუ დიაბეტის ფონზე განვითარებული ბადურის დაზიანებები. შალვა სხირტლაძის განცხადებით, მხედველობისთვის საზიანოა ციფრულ მოწყობილობებთან დიდი დროის გატარება. მისი თქმით, უფრო მეტად ართულებს მდგომარეობას ძილისწინ ეკრანთან ყოფნა. მან მოქალაქეებისთვის გარკვეული რეკომენდაცია გასცა. როგორც შალვა სხირტლაძემ აღნიშნა, სტრესისგან გამოწვეული პრობლემების თავიდან ასაცილებლად საჭიროა
საჭიროა ოფთალმოლოგისა და ნევროპათოლოგის ერთობლივი მუშაობა. სპეციალისტი პრევენციის მთავარ მექანიზმად ასახელებს სტრესის წყაროს აღმოფხვრას, ძილის რეჟიმის დაცვასა და თვალისთვის განკუთვნილი სპეციალური ვარჯიშების გაკეთებას. პირველ რიგში პაციენტებს უნდა ურჩიოთ, როდესაც ისინი გაჯეტებთან ან თუნდაც ჩვეულებრივ წიგნთან მუშაობენ, აუცილებელია რომ მათ ჰქონდეთ განათება. განათების გარეშე მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს შეიძლება საკითხავი სათვალე ეკეთოს, მაინც ესე ვთქვათ, განიცდის სტრესს და იღლება მისი თვალი. რაც შეეხება ღამე ძილის წინ ეკრანს, ეს არგოებს ესე ვთქვათ მელატონინის ციკლს და ძილის ციკლს, ანუ არ შეიძლება ძალიან ცუდია განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომელსაც შემდგომში ამის ფონზე უვითარდებათ უკვე ნევროზი, ესე ვთქვათ, ანუ ნერვული აშლილობები და ისევ და ისევ მივდივართ იქამდე, რომ ამ პაციენტებს დაჭირდებათ როგორც ვთქვათ, თვალის ექიმის კონსულტაცია, ისე ნევროპათოლოგის კონსულტაცია. პირველი პრევენციის მექანიზმი, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის განმეორებადო სტრესულ გარემოს, ამას თქვის ყველა სპეციალისტი, ანუ აუცილებელია, რომ იყოს ნაკლები და დაღლილობა, მეტი დასვენების საშუალება, რაც შეეხება თვალის დაღლას, თუ თვალი იღლება სამუშაო პროცესის დროს, უკვე მაგალითად ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ კომპიუტერთან, ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ მათ თქვათ იმუშაონ 9 საათი, მერე ადგნენ, გავიდნენ თქვათ აივანზე, გაიხედონ ფართეს სივრცეში, არა ოთახში, არამედ ისეთ სივრცეში, სადაც ხედია. რომ თვალმა დაისვენოს, იმიტომ რომ თვალი როდესაც კითხულობს, მისი მაქსიმალური ფოკუსი არის ახლო ფოკუსზე, და როდესაც გაიხედება შორს, თავისთავად ფოკუსი გადადის შორს ფოკუსზე და აქედან გამომდინარე თვალის მაფოკუსირებელი აპარატი ისვენებს. ცილის მიღებას მრავალი სასარგებლო თვისება აქვს ჯანმრთელობისთვის. ასევე აუცილებელია კუნთის უჯრედების აღდგენისთვის. ორგანიზმისთვის დაახლოებით 20-30 გრამით საკმარისია. ამ საკითხზე სამეცნიერო კვლევები ჩატარდა. სპეციალისტების განმარტებით ჭრილობის შეხორცებისა და დაზიანებული ქსოვილის აღდგენის პროცესში დიდი რაოდენობით ცილის მიღება გამოჯანმრთელების პროცესს აჩქარებს. ის მონაწილეობს ანტისხეულების წარმოქმნაში და იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან. ცილების ნაკლებობა კი იმუნურ სისტემას ასუსტებს. სამეცნიერო კვლევების თანახმად საკმარისი რაოდენობით მიღება კალციუმთან ერთად ხელს უწყობს ძვლის სიმკვრივესა და სიმტკიცეს. ცილის ოპტიმალური ოდენობა კვლევების მიხედვით დამოკიდებულია ინდივიდუალურ ფაქტორებზე, მათ შორის ასაკზე, ფიზიკურ აქტივობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.